აი ესეთი იყო დღევანდელი სპორტული სიახლეები. მადლობა დავით, სპორტის შემდეგ ტრადიციულად კულტურა, საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები ასე ქვია ფოტოექსპოზიციას, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. მეგობრული ურთიერთობების სამსახური ისტორიულ დოკუმენტური მასალა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად მომზადდა და იგი საქართველოსა და ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სამხედრო თანამშრომლობას, ასევე მათ მრავალ საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას ასახავს. გამოფენის გამართვა რეგიონებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქალაქებში იგეგმება. ეს არის გამოხატულება ჩვენი ისტორიული მიკუთვნებისა ევროპასთან, ევროპულ ცივილიზაციასთან და შესაბამისად ჩვენ ამ ექსპოზიციას წარვადგენთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე ჩვენი საელჩოების მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით, რათა ყველამ ნახოს თუ სად ბრუნდებით ჩვენ და როგორ ბრუნდებით ჩვენ ისტორიულ ოჯახში. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველო საკუთარ თავს მიიჩნეოდა ევროპის ნაწილად და აი მასალები ამის შესახებ, ამის თაობაზე არის სწორედ დღეს წარმოდგენილი. ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეების მიმოწერა ევროპელ ლიდერებთან, ჩვენი დიდი სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის დღიურის ნაწყვეტები, მოკლედ ყველა ის მასალა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაზე მეტყველებს ევროპულ სახელმწიფოებთან.